ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 18 მაისის ხდომაზე ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მაცხოვრებლები ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა მოიწვია. მოქალაქეების განცხადებით ხდომაზე იმის დასადასტურებლად მივიდნენ, რომ ბაზალეთის ცენტრალურ გზაზე გარეგანათების მოწყობა ნამდვილად მათი სურვილია. მოქალაქეებმა გააპროტესტეს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ბიუჯეტიდან სუბსიდიით დაფინანსებულ გაზეთში ახალი ხარაგაული გამოქვეყნდა. სოფლის გავითარების პროგრამის ფარგლებში საერთო კრება მოეწყო ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულს, სადაც მინიმუმ 150 ადამიანი ესწრებოდა და მათ გამოხატეს თავიანთი აზრი. არავისთვის არაფერი არ დამიძალებია. კონკრეტულად მათ გადაწყვიტეს, რომ სოფლებიდან ბაზალეთი, გროლი, ღარიხები, ციფი ძირითადი თანხის მობილიზება მოხდარიყო ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაზალეთის ცენტრალური გზის გარეგანათების მოწყობისათვის. იგამაგრაძე აცხადებს, რომ ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოხდა ასეთი ფაქტი, რომ მას შემდეგ რაც ძალიან ხო ეს ასე ჩვენია ჩემ წინამდე ეს მოიფინე დაიტანეთ ჩვენ მეც საქმეს ვაკეთებ და უფრო ძლიერ. მას შემდეგ რაც იქ ეგრეთ წოდებული სოფლის კრება მოაწყვეს სოფლის კრება ეგრეთ წოდებული მე რამდენიმე იქაურ მოსახლეს გავესაუბრე განმარტავს იგამაგრაძე და მათ დამიდასტურეს რომ გადაწყვეტილება გზებს გააკეთებდნენ გარეგანათებას თუ სხვა უფრო მნიშვნელოვან პროექტს არავისთან შეთანხმებით არ მიუღია. ამას ამბობს ჩვენი საქართველოს თავმჯდომარე. მე მინდა მომართო შეგეკითხეთ თუ არა. ისაც გაზეთში დაიწერა, ისაც ვარლამ ჭიპაშვილი შეიძლება საუბრობს, არ არის აპრიორი სიმართლე. მე ის წინამდე კი აღწევსო რა სისულელია. კი მაგრამ რომ ბაზალეთში გადაწყვეტეს რომ გაკეთეს ეს მოინა კარგია, მაგრამ მე ამ ეს კითხვა დავს ინიციატივა მოდიოდა თუ არა? გაზეთი ბატონო ის ხელქვეით არის. მე გაზეთი მეცდება თქვენი სიტყვების დამახიჯება რა ხდება? ბატონო ვარლამი ჩვენ სოფლებში არაფერს არ წვდავს ერთპიროვნულება. რაღაც საკითხები ნამდვილად იყო სხვა საკითხები, არ იყო ისინი მნიშვნელოვანი, მაგრამ ისინიც ვინც სხვა საკითხი დააგერა, ზოგი მე გაჩნდა კიდე რაღაცის თქმა უნდა და შევჭერდით. რომ შეჭირო თქვენ რესპუბლიკელებს და ნაციონალებს. აი ეს არის თქვენი თავად მიზანი.